სურსათის მაღალი ფასები საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ საზოგადოების წარმომადგენლები. ფაქტს ადასტურებს საქსტატის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაძვირებული სურსათია. სწორედ ამ საკითხს შეეხო გუშინ პრემიერ-მინისტრის საკუთარ ვიდეო მიმართვაში და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქცია საკმაოდ ძვირია. რის მთავარი მიზეზიც მისი შეფასებით სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების მაღალი მარჟა და მოგებაა. რა გამოწვევებია დღეს რეალურად რითეილ სექტორში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების შესამცირებლად. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად რითეილ ექსპერტთან მირანდა მანჯგალაძესთან ერთად. მოგესალმებით ქაბატონო მირანდა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. როგორც აღნიშნე, გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ასე ვთქვათ ვიდეო მიმართვა, სადაც ისაუბრა სურსათის ფასებზე. ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებაშიც, პოლიტიკოსებშიც, ექსპერტებშიც საკმაოდ ხშირია საუბარი და საკმაოდ ხშირად გვესმის ჩვენ, რომ პროდუქტზე არის მაღალი ფასი. თუმცა გუშინ ჩვენ ვიდეო მიმართვიდან გავიგეთ, რომ მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც პრემიერი ამბობს მისი გუნდის მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, არის მაღალი მარჟა ქსელური მარკეტების და ამავდროულად სადისტრიბუციო კომპანიების. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს და რეალურად თქვენი შეფასებით, როგორია მარჟები თავად ქსელური მარკეტების? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დღეს 25 დეკემბერია და ძალიან დიდი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს, დიდი ნაწილი აღნიშნავს ქრისტეშობას და შესაბამისად მინდა ვიხელთო დრო და ამ ღირსშესანიშნავი და შესანიშნავი დღესასწაული მიულოცო ამ ადამიანებს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. რაც უფრო ბევრჯერ აღნიშნავთ, მით უფრო ბედნიერებას მანიჭებს ეს საკითხი. რაც შეეხება პრემიერის მიმართვას, კიდევ ერთხელ მაყურებელს განუმარტავ, მე მაქვს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რა თქმა უნდა, საცალო სექტორში, მოვიხსენები როგორც ექსპერტად და ბევრი ნაშრომი მაქვს შექმნილი და ამ კუთხით მინდა კიდევ ხაზგასმა გავაკეთო, რომ მე არც ერთ მხარეს არ მივეკუთვნები და აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ. და შესაბამისად უბრალოდ მაქვს პასუხისმგებლობა, რომ პრემიერს მიერ გაცხადებულ ვიდეო მიმართვაში გავაკეთო ბიზნეს ანალიტიკა, ანუ ამიტომ არ გავამახვილებ ყურადღებას და უბრალოდ პოლიტიკურ შეფასებაზე, სამართალღებებს და ასე შემდეგ. ამის კომპეტენცია მე არ მაქვს და შესაბამისად თავ შევიკავებ. ერთადერთი რაც კი ბატონო, დიდი მადლობა, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის არის იმის გაჟღერება, რომ მაყურებელს, საზოგადოებას და მომხმარებელს სწორად ავუხსნა ის ციფრები, რაც პრემიერმა დაასახელა, საიდან შეიძლება მოდიოდეს, რა ლაფსუსები შეიძლება იყოს ამ ციფრებში, რისი მტკიცებულება ვერიფიკაცია გვჭირდება ჩვენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიქვას მომხმარებელმა საზოგადოებამ, რომ ნებისმიერი მთავრობა, ახლანდელი, შარშანდელი თუ მომავალი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და შესაბამისად სრულად უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ ციფრს იტყვის, რომ იმ ციფრის უკან არსებობდეს ვალიდური წყარო, საიდანაც მოდის ეს ციფრი და შესაბამისად არსებობდეს მეთოდოლოგია, რითაც ეს ციფრი არის დათვლილი. მე მგონი არაფერს ისეც ზედმეტს არ ვეთხოვ როგორც ექსპერტი, როგორც ამ საზოგადოების წევრი და დარწმუნებული ვარ. უბრალოდ მე რამდენადაც მოვისმინე, როგორც ითქვა, ამ კუთხით დაიწყება მოკვლევა ერთის მხრივ საპარლამენტო გუნდში. ეს მოკვლეული უნდა იყოს, იმიტომ რომ პრემიერი გაასახელებს, მაგრამ ჯერ არ ვიცით ეს აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, მეც როგორც საზოგადოების წევრი და ექსპერტი, ზუსტად ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ გასაჯაროება მისი აუცილებელია, რადგან მოხდეს საიდან მოდის ეს ციფრები, ხო? და შესაბამისად ეხლა გავამახვილოთ ყურადღება უშუალოდ ამ ვიდეო მიმართვაზე, ხო? ვიდეო მიმართვიდან გამომდინარე ერთი რაც მომეწონა არის ის, რომ დიდი ხანია, როგორც ახსენეთ, სოციალურ ქსელებში თუნდაც მიდის პროდუქტების შედარებები, კონკრეტული პროდუქტები და ვამბობთ, აი ევროპაში ნახე ეს რა ღირს, საქართველოში რატო ღირს ესე ძვირი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი მხოლოდ პროდუქტთა ჯგუფებს ასახელებს, როგორც არის მაგალითად ბრინჯი, კარაქი, ზეთი, მომხმარებელი კონკრეტულად სოციალურ ქსელში უსმევს ხაზს ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, ამბობს, რომ ეს პროდუქტი ზეთი და უშუალოდ მილანო არ ვიცი, არის ეს საფრანგეთში ესპასი და რატო ღირს, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში უფრო ძვირი. ეს დიდი ხანია მიმდინარეობს და კარგი მომენტი არის ის, რომ პრემიერი დღეს ამას ასახელებს როგორც ესე რომ ვთქვათ, წუხილი საზოგადოების. იმედი მაქვს, რომ ეს მოჩვენებითი არ არის და გულწრფელია. მინდა ვიყო მის კეთილს რახვაში ესე რომ ვთქვათ, დარწმუნებული, მაგრამ ამავდროულად ისმება კითხვები. ნახეთ, პრემიერი აცხადებს, რომ წმინდა მოგება, მაგალითად რითეილს აქვს 7-8-14%. მე მინდა მომხმარებელს საზოგადოებას აუხსნა, რას ნიშნავს წმინდა მოგება. წმინდა მოგება ეს არის მოგება ზარალში. ყველაზე ბოლო
ციფრი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა გადასახადი, ყველა ხარჯი კომპანიას გასტუმრებული აქვს და მოგება, რომელიც შეუძლია მან განკარგოს, ეს არის ის 7-8-14%. ზოგადად სექტორს, სწრაფად ბრუნვად სექტორს, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში სწრაფად ბრუნვად პროდუქტებს, რო დაუფიქრდეთ რა არის, ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც სწრაფად იყიდება. FMCG სექტორი არ არის მაღალი მარჟის სექტორი. ეს არის მაღალი ბრუნვის და მოცულობის სექტორი. ნახეთ, რას გულისხმობ ამაში, სწრაფად იყიდება პროდუქტები, მაგრამ მაღალ მარჟას მოგებას ის არ ტოვებს, ხო? შესაბამისად, ბრუნვა მაღალი აქვს, მაგრამ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელია მაქსიმუმ წმინდა მოგება 2-3% რეალურად, რაც მისაღებია. ეხლა ნახეთ პრემიერი როდესაც 2-3% ევროპაში არის და ჩვენთან არის ზოგადად სექტორისთვის, ევროპას ავიღებთ, განვითარებულ ქვეყნებს ავიღებთ თუ ასე შემდეგ, ბენჩმარკისთვის, ანუ საუკეთესო პრაქტიკისთვის შესადარებლად რომ შევედაროთ, საუკეთესო ვარიანტი არის 2-3%. ჩვენთან არის 7-დან 14%. არა, ჩვენთან არა. პრემიერი რასაც ამბობს, ეს არის 7-8-14%. მისივე საუბრიდან გამომდინარე, ხო? ამიტომ ეხლა ძალიან დიდი სხვაობა ინდუსტრიის საუკეთესო მაგალით 2%-ს და 7-8-14%, რომელიც დასახელებულია საქართველოში, ხო? ყველა ის მონაცემი, რომელზეც პრემიერმა გუშინ ისაუბრა, მაგალითად რეპორტალი, დარწმუნებული ვარ იცით, იქ არის აუდიტირებული დასკვნები, სადაც თითოეულ კომპანიას წარდგენილია თავისი მოგება ზარალი. ამიტომ საინტერესოა გააკეთოთ ჟურნალისტიკური კვლევა და ნახოთ, რომელ კომპანიას აქვს წმინდა მოგება, გინდა დისტრიბუციაში, პირობითად და გინდა რიტეილში, სადაც 7-8-14%-ია, ხო? როდესაც საქართველოში სესხდამოკიდებული ბიზნესები გვაქვს, ჩვენ ხო არ გვაქვს ბიზნესი, რომელიც იზრდება ორგანულად, ნახეთ, ორგანულად ზრდა ნიშნავს თავისი მოგებიდან განვითარების და ფინანსებას. ჩვენ გვაქვს ბიზნესები, რომელიც სესხდამოკიდებულია, ანუ კაპიტალი შემოდის ფინანსური ინსტიტუციებიდან და ასე ხდება ხოლმე ბიზნესის განვითარება, ხო? მაგალითად, გახსნის რიტმი, განვითარების რიტმი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე 7-8-14% ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის, ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და მჭირდება ვერიფიკაცია, ფაქტი, მოდელი, მეთოდოლოგია, კვლევის, იმიტომ როდესაც ციფრი სახელდება, ნიშნავს, რომ კვლევა გაკეთებულია, მან გააკეთა, მიაწოდეს ინფორმაცია, ხო? ამიტომ ძალიან სასურველი იქნება, რომ ამაზე დავждეთ და ვისაუბროთ. დავიტოვებ, რომ უფრო მეტი დეტალი იქნება და შემდგომ ჩვენ კიდევ შეგვეძლება უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ პროცენტებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რაც გვაქვს დღეს. რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ როგორც ჟურნალისტისთვის, ხო, მე ამიტომ ვამბობ, ეხლა საზოგადოებამ შეიძლება აქვს მაგალითად 2 წლის წინანდელი ან შარშანდელი მონაცემები. შარშანდელი მონაცემებიც ავიღოთ თუნდაც, ხო? კი, ცოტა დაგვიანებით ამ წელს ალბათ ეხლა წლის მიწურულს 24 წლის მონაცემები იქნება, ან ბოლო წლის ან შესაძლოა აქ საუბარი არის რაღაც ან მიმდინარე წლის, ან უფრო ადრე მონაცემები. ნახეთ, ისტორიულად თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტრენდი როგორ მიდის და შესაბამისად თქვენ დაინახავთ იქ ძალიან ნათელ სურათს, რომელიც პირობითად ვამბობ, წლევანდელ სურათს დიდად არ შეცვლის. ამიტომ საზოგადოებისთვის მინდა განმარტო, როდესაც პასუხისმგებლიანი მთავრობის წარმომადგენელი პირველი პირი ამბობს ციფრებს პროცენტების სახით, იქ უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული ანალიზი, ანალიტიკა და შესაბამისად დასკვნები უნდა მიეკუთვნებოდეს რომელიმე წყაროს. ჩემთვის სარწმუნო წყარო, ისევ სახელმწიფო უწყება რეპორტალი და გამჭვირვალეობის სისტემა, სადაც დეკლარირებული აქვს კომპანიებს წლების განმავლობაში წმინდა მოგება და მოდი ჩავიხედოთ რა არის წმინდა მოგება, ხო? ამიტომ მე საზოგადოებას მინდა ვუთხრა ის გზები, რითაც მათ შეუძლიათ ინფორმირებულად გადაამოწმონ ის ციფრები, რომელსაც პრემიერი გვისახელებს. მეორე ციფრი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია და მომხვდა ამ ყველაფერში, არის 86%-ო ფასნამატიო, ესე იგი საზღვრიდან იმპორტირებულ პროდუქციამ და დახლამდე. 86% ფასნამატი, თან საშუალო ფასნამატი, ეს არის კატასტროფულად მაღალი ციფრი და აქაც ბენჩმარკები, რომ წავიდეთ, ანუ საიდან მოდის და თითოეულ, ანუ ღირებულებათა ჯაჭვს რომ მივყვეთ, რაც საქართველოში გვაქვს, ეს არის მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო მევაჭრე, ხო? მარტივ მაგალითი მინდა რომ მოვიყვანო, თუ კითხვა არ გაქვთ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით. მაგასთან დაკავშირებითაც აქვს. მანამდე მე მინდა მეკითხა ქეშბექებთან დაკავშირებით. ეს არის საინტერესო მიმართულება, რომ როდესაც საუბარი იყო მაღალ მოგებაზე და მაღალ მარჟებზე პრემიეროსაც საუბრობდა, მათ შორის გამოწვევები ითქვა და აქ ითქვა ქეშბექი ერთი, რომელიც თავად კომპანია მცირე მეწარმეების მხრიდანაც ბევრჯერ გაგვიგია და იმპორტიორების მხრიდანაც დაღლზე განთავსების ღირებულება, ანუ ის თანხები, რომელსაც სუპერმარკეტები ითხოვენ რეალურად ან ადგილობრივი მეწარმეებისგან, ან იმპორტიორებისგან და ხშირად გვსმენია, რომ ეს არის საკმაოდ მაღალი თანხები. ასევე
აქ ერთ-ერთი გამოწვევა, რაც ხშირად ჟღერდება ხოლმე, არის გვიან დაბრუნებული თანხები, ანუ რეალიზაციის შემდგომ. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, რა არის მიზეზი? აი რა განაპირობებს ამ cashback-ებს, დახელზე განთავსების თანხებს და ამავდროულად თუ შესაძლებელია თუ არა ამის შემცირება, ან საერთოდ გაქრობა და ეს ფასზე რამდენად აისახება? კი ბატონო, აუცილებლად გაგცემთ მაგ კითხვაზე, ეს რაც დაასახელეთ. ეს არის ყველაფერი ხარჯის სტრუქტურის ნაწილი, ხო? იმიტომ რომ რეალურად ნახეთ, მწარმოებელს, დისტრიბუტორს, შემსვლელს უჩენს დამატებით ესე რომ ვთქვათ ხარჯებს, რაც რეალურად უნდა დაიფაროს იმისთვის, რომ საბოლოო ფასი გამოვიდეს, ხო? გეთანხმებით, რომ ხარჯის სტრუქტურაში ყოველივე ეს რაც დაასახელეთ თქვენ და დაასახელა პრემიერმა, ხარჯის სტრუქტურას ზრდის, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ფასს. თუმცა ნახეთ, როდესაც ჩვენ ღირებულებათა ჯაჭვზე ვისაუბრებთ და ჩემს აზრს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, თუ გაინტერესებთ, ზოგადად ეს cashback-ი და უკანა მარჟის ნაწილი, რაც მწარმოებლიდან მოდის და დისტრიბუტორიდან ან მიმწოდებლიდან, ზოგადად არ ვეთანხმები, რადგან იწევს ძალიან ბევრ ორაზროვნებას, ვინაიდან ასახსნელად რთულია რატომ ითხოვს დაუშვათ საცალო მევაჭრე ამ ყველაფერს მომწოდებლისგან, ამიტომ ვისურვებდი რომ გადავიდეთ და უკვე გადადის დიდი ქსელები ამაზე, რომ მოითხოვონ ერთი ფასი, ეს არის ფასი მისაწოდებელი, რომელიც უღირს რიტეილერმა მიიღოს პროდუქცია, დაადოს თავის ფასდამატი და გაყიდოს პირობითად რა. ხშირად გვსმენია რომ არა მარტო ხარჯს დის, არამედ მაგალითად მცირე მეწარმეებს, განსაკუთრებით ადგილობრივ მეწარმეებს, უბრალოდ არ შეუძლიათ რომ შევიდეთ ამ მარკეტებში, იმდენად მაღალია ხარჯი და ასევე კონკურენციის ნაწილზე უნდა მეკითხა. სწორედ ეს დამატებითი ხარჯები და ერთჯერადი ხარჯები ზოგ შემთხვევაში, რომელიც ბიზნესის საწყის ეტაპზევე საჭიროა იმისთვის, რომ მარკეტში მოხვდნენ. ხომ არ კლავს კონკურენციას ან ხელს ხომ არ უშლის? არა, კონკურენციას ეგ გადასახადები ნამდვილად არ კლავს. აქ არის თემა რა, ნახეთ, ხარჯის სტრუქტურა ზრდის, გეთანხმებით იმაშიც, რომ უფრო გასაგები რო იყოს საზოგადოებისთვის, მწარმოებლისთვის, დისტრიბუტორებისთვის, მომწოდებლებისთვის, საჭიროა ნეტ ფასზე ვისაუბროთ, ეს არის ის გაწურული ფასი, რომელსაც ეტყვის, რომ რიტეილი ეტყვის, რომ მე მიღირს ეს პროდუქტი მივიღო, იმიტომ რომ დახლზე ეს პროდუქტი ამაზე მეტ ფასად ვერ გაიყიდება, მომხმარებელი არ გადაიხდის, შესაბამისად მე მიღირს შენგან ეს პროდუქტი ავიღო ლარად, მე გავყიდო პირობითად ლარი და 20-ად, იმიტომ რომ ლარი და 20-ზე მეც მომხმარებელი არ გადაიხდის და შესაბამისად შენ თუ გიღირს ლარად მომაწოდო მე ეს პროდუქტი, მე ამ პროდუქტს მივდივართ აქეთ თქვენ აუცილებლად მივდივართ, იმიტომ რომ არ არსებობს ზოგადად ის ბუნდოვანება, რომელიც დიდხანს გრძელდება ხოლმე, ხო? რასაც რეალურად თანამედროვე განვითარებულმა ქვეყნებმა გაიარეს, ჩვენც სწრაფი ნაბიჯებით გავდივართ ამას, იმიტომ რომ საცალო სექტორი, მადლობა ღმერთს, ვითარდება, ეს ეკონომიკის განვითარებასაც ნიშნავს სხვათა შორის და შესაბამისად, რაც უფრო ვითარდება, მით უფრო ხდება გამსხვილება, ეკონომიის მასშტაბურობა და უკვე გამარტივება. აი, ამაზეც კითხავთ, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს და შემდგომ ღირებულებათა ჯაჭვზე ჩავიდეთ. ერთ-ერთი ფაქტორი, ასაც ხაზს გაესვა, ასევე იყო ძალიან ბევრი სუპერმარკეტი, რომელიც ასე ვთქვათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და კიდევ უფრო დამატებით იხსნება და იხსნება. აქ სტატისტიკაც იყო მოყვანილი 100,000 ადამიანზე ჩვენთან დაახლოებით 115 მარკეტი მოდის და ევროპაში დაახლოებით 50. რატომ რა განაპირობებს ამას? ეს არის მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე, ეს არის ბიზნესის კონკურენციიდან გამომდინარე თუ რატომ გვაქვს ამდენი მარკეტი და რამ განაპირობა მათი შექმნა? პირველი, ეს არის ორგანული მოთხოვნა, რომელსაც მომხმარებელი ითხოვს. მეორე, როდესაც შედარებას აკეთებს პრემიერი, ერთ სულ მოსახლეზე ან 100,000 მოსახლეზე რამდენი სუპერმარკეტია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფორმატის ნაწილი. ფორმატის ნაწილში იგულისხმება მაღაზიების სიდიდე. საქართველოში განსხვავებით ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ფორმატები ჰიპერმარკეტის უფროა, ვიდრე დაუშვათ 130 კვადრატი მეტრი, რომელიც არის convenience მარკეტები, ანუ მცირე ზომის მარკეტები, რომლებიც არიან უფრო უბნებში განლაგებული და ქმნის უფრო მეტ კომფორტს მომხმარებლისთვის. ამიტომ, როდესაც ამ შედარებასაც ვაკეთებთ, აქ მომხმარებელმა უნდა ესმოდეს, ეს არის 100,000 მოსახლეზე დაუშვათ მაღაზია, რომელიც არის 3,000 კვადრატი მეტრი, თუ მაღაზია, რომელიც არის 130 კვადრატი მეტრი საშუალოდ, ხო? ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? შესაბამისად, მომხმარებლის ქცევა საქართველოში როგორც ჩამოყალიბდა ევროპაში ტენდენციურად საქართველოში სხვათა შორის ჰიპერმარკეტებიდან წავიდა უკვე convenience ფორმატებზე, ამერიკაში გვაქვს ჰიპერმარკეტები, იმიტომ რომ იქ დაუშვათ გარკვეულ შტატებში და ასე შემდეგ, ხო, სატრანსპორტო ისაა მოწყობილი, რომ ძირითადად საშოპინგოდ მიდიან კვირაში ერთხელ, ხო? და აქ ჩვენთან შეიცვალა ეს ტენდენცია და შესაბამისად ევროპასთან ერთად გადავედით, რომ ჰიპერმარკეტები დავიწყეთ 3,000 კვადრატი მეტრი და ასე შემდეგ და ნახეთ, წავედით უკვე convenience ფორმატებზე. აი, Carrefour მინდა კარგი მაგალითი ამისთვის. იყო დიდი ფორმატები და უკვე შედის პატარა ფორმატები. ეს არის გლობალური ტენდენციები, რამაც მოთხოვნამ გამოიწვია, ეს ხვდებით, ანუ მომხმარებელი ითხოვს ამას. შესაბამისად, მაღაზიათა რაოდენობის ზრდა სულაც არ არის ნეგატიური ფაქტორი, პირიქით, ეს არის
უფრო კარგი ფაქტორი იმისა, რომ უფრო მეტი კომფორტი კონდეს მომხმარებელს ერთი და მეორე მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად ბიზნესი რას აკეთებს. ბიზნესი მარტივად რომ თქვა, მას ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, ეს არის აღმოაჩინო რა არის ის unmet needs, ანუ ის დაუძლეველი პრობლემა, რაც მას აქვს, რომ შენ დაუხსნა, ხო? შესაბამისად ის ითხოვს მაღაზიას, შენ უჩენ მაღაზიას. და ღირებულებათა ჯაჭვში 86% ფასნამატი რაც ახსენეთ, ეს არის ძალიან დიდი ციფრი და ძალიან ბევრ კითხვას აჩენს პირადად ჩემთვის. ეს არის რომ ნახეთ, ფასნამატი არის გასაყიდფას გამოკლებული თვითღირებულება გაყოფილი თვითღირებულებაზე. ეს არის ფასნამატის მარჟა. ახლა ჩვენ ავამბობთ რომ საშუალოდ ეს არის 86%. ეს ერთეულ პროდუქციაზე იყო, მაგრამ ძირითადად 60-დან ეს იმ ერთეულ პროდუქციაზე ძირითადად მომხმარების კალათაა, ხო? ეხლა ზეთი, ბრინჯი და ასე შემდეგ ის არის პირველადი მომხმარების სტაბილური შენაძენები რაც კეთდება, ხო? შესაბამისად 86% ძალიან მაღალია. როცა ინდუსტრია საშუალოდ საცალო სექტორს აქვს დაახლოებით 25%. საშუალოს ვამბობ. აქ შეიძლება იყოს რაღაცა 65, რაღაცა 35, მაგრამ საშუალო ინდუსტრიას აქვს 25%. ეხლა აქ ნახეთ მწარმოებელმა მარტივად რო ახსნათ ხარჯის სტრუქტურა. იმიტომ რომ ფასნამატს როცა 86%-ს ვამბობთ, იქ გვჭირდება განმარტება. ნახე, ფორმულა შეიცავს რას? შეიცავს თვითღირებულებას, შეიცავს გასაყიდფას, შესაბამისად უნდა გავარკვიოთ რა არის გასაყიდფასი, რისგან შედგება, თვითღირებულება რისგან შედგება და წავიდეთ ღირებულებათა ჯაჭვში. შევადაროთ საქართველოს პირობითად საფრანგეთი, რაც მოყავს ვიდეო მიმართვაში, არასწორი შედარება, ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე თუნდაც, მაგრამ წავიდეთ საფრანგეთით, ხო? საქართველოში გვაქვს მწარმოებელი, უჯდება მაგალითად ამ წყლის წარმოება 5 ლარი, პირობითად. წარმოებელი ლარს ამატებს, რატოა ბიზნესში, ხო? პირობითად უნდა რომ მოიგოს. 5 ლარი დაუჯდა, რაში დაუჯდა ეს 5 ლარი, ხო? ეს არის მუშახელი, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, წარმოება, შეფუთვა და ასე შემდეგ. დაუჯდა 5 ლარი, ლარი მოუმატა და გასაყიდი ფასი ამის არის 6 ლარი. სადისტრიბუციო კომპანიას მიაწოდა ეს პროდუქტი 6 ლარად. სადისტრიბუციო კომპანიამ ლოჯისტიკა, საწყობი, მუშახელი და ასე შემდეგ, ყველაფრის გათვალისწინებით ლარი დაამატა ხარჯებში, ლარი დაამატა მოგებაში. ჩვენი 6 ლარიანი პროდუქტი გახდა 8 ლარი პირობითად. დისტრიბუტორი მივიდა რიტეილერთან 8 ლარიანი პროდუქტით და ეუბნება რომ უნდა მოკიდოს 8 ლარიანი პროდუქტი. აი აქ ხდება ყველაზე მეტი ხარჯთა თემა. ანუ რა ხდება ნახეთ, პერსონალის შენახვა, გაყიდვა, აქცია, ანუ ყველა ის რაც მომხმარებელთან მიდიხარ უკვე, ხო? შესაბამისად თუ ლარი და ლარი გქონდა მწარმოებელს და დისტრიბუტორს ხარჯის, აქ რიტეილერში ხდება უკვე 3 ლარიანი ხარჯი, ისე ვთქვათ სიმარტივისთვის ლარი დაამატა ესე რომ ვთქვათ თავისი მოგება. მაგრამ ხო თავმოყრილია უკვე ბევრი პროდუქტი მწარმოებელი თუ აწარმოებს ჭიქას რიტეილ შემთხვევაში უკვე ის ადამიანი ხარჯი ბევრი აქვს, მაგრამ ერთ ჭიქას ხო არ ყიდის ბევრ პროდუქციას ერთ ჭიქაზე ვიფლით ჩვენ თვითღირებულებას, ჩემო კარგო, ერთ ჭიქაზე დავდივართ. ანუ თვითღირებულება როცა ითვლება რა ჯდება იმ ერთი რაღაცის გაყიდვა. ხო და ამიტომ გეუბნებით, მე ხა ლარს და 3 ლარს სიმარტივისთვის ვამბობ, რომ ჩავიდე ხა 25%-ში და ასე შემდეგ, შეიძლება სადღაც გავიჭედო, ხო? იმიტომ რომ ანუ თანმიმდევრული უნდა ვიყო. პირობითად ვამბობ, 3 ლარი დაჯდა ამ ერთი ჭიქის გაყიდვა, როცა მთლიანი ხარჯი გაიყო მთლიან რაოდენობაზე, რასაც თქვენ ახსენეთ და ყიდის მაღაზია და დაუშვათ გამოვიდა რომ 3 ლარი აქვს ხარჯი და ლარი ისევ მოიგო, ხო? ესე იგი ეს ნიშნავს რომ 8 ლარზე ვიყავით თუ არ დამოვიწყდა ეგ ციფრი, დაემატა 4 ლარი და გახდა 12 ლარი. 12 ლარს დაემატა რა? 12 ლარს დაემატა DGG-ს ნაწილი, რომელიც უნდა განუმარტოთ საზოგადოებას, არც დისტრიბუტორს ეკუთვნის, არც რიტეილერს ეკუთვნის. ეს არის გადასახადი, რომლითაც ივსება ჩვენი ბიუჯეტი. დაუშვათ გახდა 2 ლარი და ჩვენი 5 ლარიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში გახდა 17 ლარი. კი ბატონო. ანუ ვიღაცა იტყვის რომ 5-დან 17-მდე ეს სულ მოგებაა, მაგრამ რეალურად ნახე 5-დან 17-მდე 6 ლარი უხეშად ვთქვათ არის ხარჯი, 3 ლარი არის თითოეულ გორში დაჩენილი მოგება, რომელიც თავის გადასახადებს იხდის და ის 2 ლარი არის ხარჯის ნაწილი. ანუ როდესაც ფასზე ვსაუბრობთ, ხედავთ ალბათ ხო ამ მარტივი მაგალითით რომ უმეტეს წილი ფასნამატში არის ხარჯის ნაწილი, შემდეგ მოდის უკვე გადასახადი და მოდის მოგება. და ამ მოგებიდან კიდე გადასახადები არ ჩაურმავდები ამაში, მაგრამ სიმარტივისთვის მინდა რომ ავხსნა, რომ როდესაც 86%-იან ფასნამატ საშუალოზე ვსაუბრობთ, ან არასწორად არის დათვლილი და აქაც არის რომ დაუშვათ ანუ ღირებული value added tax რაც არის რა, DGG-იანი ფასია აღებული და DGG არ არის. ალბათ მთლიანი ჯამური ფასია აღებული, ამ დეტალებს კიდე მეტად გავიგებთ ჩვენ. იმედი მაქვს რომ ამ ციფრების უკან დგას ადამიანები, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ ციფრების უკან. ცოტა დრო გვაქვს ძალიან და უცებად მინდა გითხოთ თქვენი პოზიციაც საინტერესოა, თქვენც მოკლედ მიპასუხეთ, რამდენად შეგვიძლია თქვენ როგორ ფიქრობთ ფასების შემცირება, სად ხედავთ გამოსავალს და რესურსი რამდენად არის ქვეყანაში და მიგაჩნიათ თუ არა გარკვეულ პროდუქციაზე და ძირითად პროდუქციაზე შესაძლებელია რომ ქვეყანაში ფასი შემცირდეს. ფასი კომპლექსური საკითხია, რო შევაჯამოთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იმპორტ დამოკიდებულია.
რაც ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიები ყიდულობენ უცხოეთში და ჩამოაქვთ. კი ბატონო. რაც არის ინფლაცია და კურსთა შორის სხვაობა, შესაბამისად ეს არის ქვეყნის პოლიტიკის ეროვნული ბანკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი, იმპულსები და სტიმული, რომელსაც მთავრობა ქმედითად წაიღებს და პირობითად გეტყვით, ევროპულ პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ ვადარებთ, ბრუნვიდან გამომდინარე, ამას საშუალო მოქალაქე ვერ ყიდულობს. საშუალო მოქალაქეზე გავამახვილოთ ყურადღება და გავამახვილოთ კალათაზე, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია. თუ ამ კალათაზე მოხდება DGG-ს შემცირება და დიფერენცირებული იქნება DGG-ს განაკვეთი, პირობითად ვამბობ, თამბაქო და ალკოჰოლი რაც კვლავს იყოს 32% და დაკომპენსირდეს ბიუჯეტში შემოსავალი, ხოლო პური და კარაქი ბავშვი რო გამოვყვებოთ, ხო, ჩვენი შვილი რო გამოვყვებოთ, ამაზე იყოს 0%. როგორც ამას სხვა ევროპის ქვეყნები აკეთებს საკვე პროდუქტებზე. პოლონეთის კარგ მაგალითს მოვიყვან, რომელიც გუშინ მომაწოდეს, არც მე არ ვიყავი ინფორმირებული. კოვიდის შემდეგ ინფლაცია რო წავიდა ძალიან მაღლა და ინფლაცია რა არის ფასების ზრდა, მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, სადაც საფასარზეც კი მომხმარებელს კომუნიკაციას აძლევს, მესიჯს აძლევს და ეუბნება, რომ თუ კარაგზე 7% მქონდა DGG, დღეს მაქვს მე 0, ამიტომ შენ 5 ლარის ნაცვლად, პირობითად ვამბობ, იხდი 3 ლარს. აი ეს არის ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, ხოლო ციფრები, რომელსაც ვასახელებთ, აუცილებლად ამ ციფრების უკან უნდა იყოს მტკიცებულებები, განმარტებები და მეთოდოლოგია. ამას ვითხოვ როგორც ექსპერტი და საზოგადოების. მე სამასველი, ალბათ საზოგადოებაც ამას არის და დარწმუნებული ვარ ამ თემაზე, რადგან საუბარი დაიწყო და დაიძრა, უკვე კონკრეტული კვლევები და ინფორმაციას გამოქვეყნდება, მე ვფიქრობ და ეს განცხადებების გაკეთება, რომ შესაძლოა აქ სწორედ დიფერენცირებულ DGG-ზეც მოხდეს საუბარი, იმის პარალელურად, რომ შესაძლოა ქეშბექები და სხვა მიმართულებითაც უკვე თავად რიტეილ სექტორ გამოთქვას მზაობა, რომ ეს ყველაფერი გაუქმდეს ან გადაკეთდეს სხვანაირად და იმედავი დავიტოვოთ, რომ საბოლოოდ რასაც ველით ფასები შემცირდება. რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე იყო ჩვენი სტუმარი.